ბაბილონის გოდოლამდე აღდგენილი უძველესი დედაენა ამ სათაურის სტატია პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა. პუბლიკაცია, რომელშიც საქართველოს ნახსენები კომპანია Fox News-ის ობიექტივში მოხვდა. კვლევის მიხედვით 15,000 წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის ფუძე სავარაუდოდ ქართული იყო. როგორი ამ თემაზე ქართველი მეცნიერების მოსაზრებები მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ. პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ National Academy of Sciences საიძე დაღდნობით Fox News-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. პუბლიკაციაში საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმადაც 15,000 წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ. მეცნიერებმა რამდენიმე სიტყვის წარმომავლობა გამოიკვლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სიტყვების ფუძე კავკასიაში, კერძოდ კი ახლანდელ საქართველოშია. პუბლიკაციის მიხედვით, კვლევა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს უძველეს მიგრანტთა და პრეისტორიულ კულტურათა შორის კავშირი აღადგინოს. რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის კვლევის თანაავტორის მარკ პეგელის აზრით, ენების კვალის პოვნა 15,000 წლის წინ არის შესაძლებელი. კაცობრიობის უნივერსალური ენის არსებობის იდეა სათავეს ბიბლიიდან იღებს, სადაც ადამიანები საერთო ენაზე საუბრობდნენ, თუმცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობისთვის ჩვენ დავისაჯეთ და სხვადასხვა ენაზე ავლაპარაკდით. საერთო ენის წარმომავლობის ამ ვერსიას ყველა ლინგვისტი არ იზიარებს. კვლევართა ნაწილი ფიქრობდა, რომ ენის ფესვების მიკვლევა მხოლოდ 3 ან 8,000 წლით უკან არის შესაძლებელი, თუმცა ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ენის კვალს 15,000 წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება. კვლევაში მარკ პეგელი იმ 23 სიტყვას ასახელებს, რომლებიც შესაძლოა დღესაც ისევე ჟღერდეს, როგორც 15,000 წლის წინ. მე, შენ, დედა, კაცი, ცეცხლი და ხელი. ეს იმ სიტყვათა შორისაა, რომლებმაც დროს გაუძლო და დღესაც არსებობს ასობით თანამედროვე ენაში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის აზრით სიტყვა მხოლოდ 8 ან 9,000 წელი ცოცხლობს. სტატიაში გამოქვეყნებული ეს კვლევა მკვლევარებს შესაძლებლობას მისცემს შეაჯერონ ლინგვისტების, არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების მიერ შედგენილი მონაცემები კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით, რაც უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კავშირების ხელახლა აღდგენის საშუალებას მოგცემს. ჟურნალ National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება ქართველი მეცნიერი გია კვაშილავა, რომელიც ამბობს, რომ ეს მოსაზრება სიახლე არ არის მეცნიერის ვლადიმერ სვიტიჩის თეორიაზე საუბრობს. ენის სვიტიჩმა ჩამოაყალიბა ლინგვისტური თეორია, რომ სემიტურის, ინდოევროპულის, ქართველურის, დრავიდულის, ალთაურის ენათა გაერთიანებით აღადგინა წინარე ენა, რომელსაც პირობითად ქვია ნოსრატული. ნოსრატული ენა გავრცელებული იყო სავარაუდოდ მე-16 ათასწლეულიდან მე-11 ათასწლეულის ჩათვლით. და ისინი მიუთითებენ სავარაუდო ტერიტორიას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ მცირე კავკასიის ქვემოთ. კვაშილავა მიუთითებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ენის სპეციალურ ლექსიკონზე, სადაც 3,805 სიტყვაა ჩამოთვლილი, რომლებსაც სხვადასხვა ენებზე ერთი მნიშვნელობა აქვთ. ქართველი მეცნიერის თქმით, საერთო სიტყვები ყველაზე უკეთ სწორედ ქართულმა ენამ შემოინახა.